რამოდენიმე დღის წინ მოგმართა კლინიკის ხელმძღვანელმა, მასთან იმავე დღეს ჰქონდა შეხვედრა მინისტრის მოადგილეს ზაზა სოფრონაძეს, განიხილეს აბსოლუტურად ყველა საკითხი. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ორი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა, რომ ასეთი ტიპის კონფლიქტებში ჩაერიოს. უნდა მოხდეს ორი რამ. პირველი, საფრთხე უნდა შეექმნას სამედიცინო დახმარების მიწოდების უწყვეტობას, ანუ პაციენტს უნდა შეექმნას საფრთხე და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ამისი პრევენციაც გავაკეთოთ და მყისიერი რეაგირებაც და მეორე, თუ აღიზრდა კოლექტიური შრომითი დავა, ესეც უკვე შარშანდლიდან დაწყებული ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივა გახდა და უკვე დამტკიცებული სამხედრო კომისიის მიერ დამტკიცებული მედიატორი იწყებს ამ საკითხის მოგვარებას დადგენილი კანონის ფარგლებში. სხვა შემთხვევაში ეს არის კერძო დაწესებულება და ეს არის დამქირავებულს და დაქირავებულს შორის, ასე ვთქვათ, მოლაპარაკების საგანი. ეს არის ფორმალური მხარე, ოფიციალური მხარე ამ იმისი. თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სამედიცინო აქტივობა, ნებისმიერი ურთიერთობა პაციენტთან მთელი საქართველოს მასშტაბით არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მე ნამდვილად ვერ ვიქნები ბედნიერი, როდესაც ესეთი კლასის დაწესებულებაში თანამშრომელთა პრაქტიკულად 100% აცხადებს, რომ უნდა წავიდეს სხვაგან. მე რამდენადაც ვიცი, ისინი უაღრესად კვალიფიციური ხალხია და არ გაუჭირდებათ სამუშაოს მოძებნა, მაგრამ მე ალბათ კითხვები გამიჩნდა, ლეგიტიმური კითხვები გამიჩნდა ზოგადად ამ ქსელური დაწესებულებების მმართველ კომპანიასთან. არ უნდა მეიყვანოს კარგმა მენეჯერმა იქამდე საქმე, რომ სამედიცინო პერსონალი ქუჩაში გამოვიდეს და ღია პროტესტი გამოთქვას.